WhatsApp-ი ჯგუფი რო გააკეთეთ, ხო, ეს ჩვენიერია უკვე, ეხა თავარი ადამიანი გაკლიათ ეხა თქვენ და ხო, ბროკანი, რომელიც ეხა წასულია. ეხა რა ხდება? სხვანაირად მინდა ვთამაშო. და პრინციპი გააკეთა ასეთი რა, ჩვენ ახლა სპორტს რომ მივიღებთო, სამი ფაზა ვითამაშობთო და სამი ფაზის მერე თუ არ გამოგვიგო არაფერი. კაც გავიდეთ ფეხით. ერთიცაა რომ ამ ბიჭებს მეგონი ასე ერთად ითამაშის გამოცდილება არ აქვს რა. ხო, ეგ თავისთავად. გამარჯობა, როგორც შეგვირდით, აქვსენტი გიორგაძესთან ჩვენი პოდკასტის მეორე ნაწილია, სადაც უკვე საქართველოში მოღვაწეობას შევეხებით. აქვე არის ანგარიში ჩვენი დონაციისთვის, გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, მოგვისმინეთ. რაცაც მე საქართველოში წამოვედი, ცოტა ხნით მომიხდა დასვენება, მე დავბრუნდი საფრანგეთში და ნოემბრიდან ისევე აი ეს გუნდებში გავაგზავნე, ჩასვლა უკვე ინგლისში შეიძლება წასვლა, ირლანდიის გუნდებში ვიყავი, იტალიის გუნდებში ვიყავი. რაღაც ეს სამუშაო პროცესი ვნახე. როგორ აგეთქვა, ყველაფერი გაიყო, დასვენებაც მომიხდა და ერთი სიტყვით რაღაცა იანვრიდან უკვე კაჭის ველაპარაკე, მითხრა რომ ასე რაღაც პრობლემები არის მოსაგვარებელი ამ საფრანგეთში ჩვენ მოთამაშეებთან და კლუბებთან, იმიტომ რომ რაღაც სულ პრობლემა არის, როდის მოდის მოთამაშე, გუნდი უშვებს, არ უშვებს. რაღაცა უნდა წამოსვლა, არ უნდა, ეს პრობლემატური საკითხი არის. ჩვენ დროსაც იყო, ახლაც არის და მითხრა რომ თუ შეიძლება ერთი სანამ მაგა რახან კაჭის უკვე დაიწყე შენ უკვე საქართველოს ამბავ. როგორც მწვნელთან. ეხა შენ ისეთ რაღაცებს ყვები რომ ეხა არ ვიცი. დაახლოებით რაღაცები ვიცოდი ეხა მეც, მაგრამ ეხა ამდენი რაღაც ნამდვილად არ ვიცოდი. როგორც მწვნელთან შენთან არ იყო საუბარი? რომ მწვნელი ყოფილიყავ. აი, რაღაც პერიოდი იყო. ნაკრების. რაღაც პერიოდი, რაღაც ორჯერ ეცით რაოდენობა რა ვთქვათ, რაღაც პერიოდი იყო, რამდენიჯერ ვისაუბრეთ, ალბათ. ოღონ მე თვითონ მქონდა ასეთ პერიოდი რა. მე არ თვლიდი რომ მზად ვიყავ იმისთვის, რომ რაღაც სანაკრებო დონის მწვრთნელი ყოფილიყავ, იმიტომ რომ ეტაპებს გავდიოდი. იქ შენ რაღაც აუცავარჩებ და უცებ თავარი მწვრთნელებამ რაღაც ან სანაკრებო დონეზე მინდა გადასვლა. არის რთული ძალიან, იმიტომ რომ გამოცდილების დაგროვება გჭირდება. გამოცდილება უნდა მე ვთქვათ, იქ რაღაცა მიიმატე, შენ მე რაღაცა მიიმატებ, მე უკვე რაც სხვა ჩემპიონატში წადი თქვათ და იქ ნახე რა ხდება, თან ამას აკვირდები თავარი მწვრთნელის როლი რანაირად აღო, სანაკრებო დონის მწვრთნელების როლი როგორი არის და რას აკეთებენ. რაღაც პერიოდის განმავლობაში მე ვთვლიდი რომ მზად არ ვიყავ რა, იმიტომ რომ მაგას სხვა რაღაცა ჭირდა, სხვა სისტემაზე გიძებს გადაწყობა. უნდა შეგეძლოს რომ ის სისტემაში ჩას დაიმუშაო და ეს სანაკრებო დონე არის რაღაც როგორ ვიცი, თუ დიდი გამოცდილება არ აქვს. ისე რაღაც ახლა მე მივიდა. და იყო შემოთავაზება? მე მგონი რაღაც ვილაპარაკეთ რამოდენიმეჯერ აი ლევანთან ვილაპარაკე რომელიც იყო მაისაშვილთან. ლევანი იყო მაშ ვილაპარაკეთ და ვერ მოახერხე წამოსვლა, იმიტომ რომ რაღაც არ ვიყავ ამის სად, თან მე მგონი კოვიდის მერე პერიოდი იყო, რაღაც არევდარეული იყო ყველაფერი და ეს დააღლა და რაღაც მეციტუთ პერიოდი ჭირდებოდა. ახლა ეციტუთ კიდე რაღაც ამ საკითხზე ვილაპარაკე კაჭისთან ერთად, ოღონ ახლა ისეთი პერიოდი არის, რომ ერთი წელი დასვენება მჭირდებოდა და აუცილებელი იყო, არ ვიყავი ამ სამწვრთნელო იმაზე რაღაცა მზად, იმიტომ რომ მართლა გჭირდება პერიოდი და ახლა ყველაზე პროდუქტიული რაც შეიძლება ყოფილიყავი და რის გაკეთებაც იყო აუცილებელი იყო ამ ჩვენი რაღაც ურთიერთობის მოგვარება ამ ფრანგულ კლუბებთან და ხო, ან ჩვენს ნაკრებს რა სტატუსი გაქვს დღეს ახლა რაგბის კავშირთან თანამშრომლობ? ხო, აქ თანამშრომლობ ვარ მაღალი მიწების მენეჯერის კონსულტანტი. და ახლა ამ წუთში თუ რაღაც რაიმე საკითხი არის კონსულტაციის გაწევა საჭირო, განვითარება იქნება რეგბის რაღაც ლევან მაისაშვილის. ხო, ლევანთან ხო, რაღაც ეს და კაჭისთანაც ერთად მუშაობს ყველა, ილოსთანაც, სედინძესთან, რაღაც თქვათ დირექტივები მოდის, რაღაცების გაკეთება არის საჭირო, ძირითადად ამას, ოღონ ახლა ამ წუთში პირველი ჩემი საქმე რაც იყო, მე ესე მუშაობა შევდექი რაღაცა პირველი იანვრიდან. თუ ასე იწყებ რა პირველიდან და ესე პირველი რაც იყო გასაკეთებელი იყო 20 წლამდე ნაკრების ბიჭების საქართველოს ნაკრებში გამოძახება და კლუბებთან შეთანხმება მათგან თავისუფლების, ვინც იყო იქაც საფრანგეთში თამაშობდა 20 წლამდე და მეორე ეტაპი იყო უკვე ეროვნული ნაკრების მოთამაშეების
კლუბებიდან განთავისუფლება 6 ერისთვის ძალიან რთული პროცესი იყო. და რატო აქვთ უფლება რომ არ გამოვიშვან? როცა ფანჯარა, როცა სოფლიო თასი ტარდება. არა, კლუბს უფლება არ აქვს რომ გამოუშვას. კლუბს უფლება არ აქვს რომ გამოუშვას, ოღონ ასე ერთ სიტყვით ბოლო მოუღო თქვა, რომ გავარკვიოთ, რანაირად არის სისტემა მოწყობილი და საფრანგეთის ნაკრებში რომ მუშაობთ იმ პერიოდში 11-დან 15-მდე ალბათ ყველა საუკეთესო მოთამაშე ყავდა იმ პერიოდში საფრანგეთის ნაკრებს. ბასტარო და ერთ სიტყვით. ოღონ საფრანგეთის ერგის ფედერაცია არავითარ კომპენსაციას არ უკეთებდა გუნდებს ამ მოთამაშეებს წამოყვანაში. და ამიტომ ამ დიდ კლუბებს ტულუზას, ტულონს, ვისაც ყველაზე მეტ სანაკრებო მოთამაშე ყავდა, მე მგონი ბორდოც იყო მაშინ რასინგს და ფრანსე, სულ ჰქონდათ ამ რეგბის ფედერაციასთან თუ კავშირთან და სანაკრებო უწყებლებთან ძალიან კონფლიქტური ურთიერთობა. მოთამაშის იყო როგორ იცი, რაღაც ამ საფრანგეთის ნაკრებში თამაში უკვე რაღაც ძალიან დიდად არ ეხალისებოდა. იმიტომ რომ კლუბი სულ ეუბნებოდა რა, იცი რა, ის თუ შენ თქვა აი 6 ერის თამაში რომ მიდიხარ, მე აგერ ტულონი ვარ ანა, მე კლერმონ-ფერანს ვეთამაშებ სახში და შენ კლუბში უფრო მჭირდება, იმიტომ რომ ხელფას მეგიხდი რაღაც საცხოვრებელს, მე იმაში რაღაც დაზღვევას, ყველაფერს მოვაკეთებ და ნაკრები, ვაჩი მიყავ ხარ, აი ტრამვას ღებულობ, მე ბრუნდები უკან და ერთ სიტყვით საფრანგეთის რეგბის ფედერაცია ჩვენ არაფერს არ გუკეთებს რა. ამიტომ მეოთხე თვინელა წავაგეთ ზელანდიას 70-0 თუ გახსოვს მაშინ 2015 სოფლიოზე და გამოგუშვეს სახში რა. მერე უკვე ფილიპ სანტანდრე ვინც იყო საფრანგეთის ნაკრების თავმჯდომარე ინგლისში იყო დიდ განმავლობაში რა. და ამან ასეთ რამეს ეუბნებოდა სულ ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვედრა რა იყო სულ რომ აი ინგლისის ფედერაცია კომპენსაციის სახით უხდის კლუბებს ფულს და კლუბები მოთამაშეებს ანთავისუფლებენ. მიუხედავად იმისა რომ რაღაცა სანაკრებო ეს ფანჯრები რო არის შეიერბეს კანონმდებლობით შენ თუ არ გაანთავისუფლო მოთამაშეს შეგიძლია კლუბი დასაჯო და რაღაც მაგაზე არა ეს არის რანაირად დაწერილი კანონია და არ მუშაობს რა. ხო, ნუ ეხლა ჩვენ ამიტომ საფრანგეთში იყო ეხლა მახსოვს. აი პერიოდი მე როგორც მახსოვს იმ პერიოდში ესე თითოეულ მოთამაშეზე, ოღონდ იმაზე მოთამაშეზე, ვინც უკვე სანაკრებო მოთამაშე ბენი ანქსი და რაღაცები რო იყვნენ, უხდიდა ესე ინგლისის რეგბის ფედერაცია იხდიდა 220,000 ფუნტს წლიურად ყველა მოთამაშეზე. კლუბს აძლევდა. აი ტაიგერს რო ყავდა, თქვა 5 მოთამაშე უხდიდა 5-ჯერ 220,000 და თითო მოთამაშე წლიურად. ამიტომ კლუბი იყო უკვე კმაყოფილი, შენ გეუბნებოდა რომ მეც რა მოდი ამ თანხით მე სხვა მოთამაშეს ვიყიდი კიდე, ესე მივიმატებ. და ეს რო იქნება სანაკრებო თამაშების წასული მე იმის საშიშრება არ მექნება რომ მოთამაშე არ მეყოლება და ამ თანხით ახლა ჩათვალე რომ კაი მოთამაშის ყიდა შეიძლება უკვე რა. ამიტომ ადგენს ამ საფრანგეთის რეგბის ფედერაციას მიხვდა რომ არაფერი არ გამოდიოდა ამას მიმყავს მომყავს და დააწესა 180,000 евро ყველა ესე თითო მოთამაშეზე წლიურად როცა კლუბიდან მიყავს. ამას რა თქმა უნდა ახლა ყველა თანახმა იყო. ბოლო წლების განმავლობაში თქვა ტულუზა რაოდენობით რაც მოთამაშეები ყავს წელიწადში იღებს 2,5 მილიონი ევროს პლუს რაც აქვს იმასე რა 2,5 მილიონი евро ტულუზას ეხმარება იმაში რომ 34 პროფესიონალის გარდა მიამატოს ამას დაახლოებით 8 პროფესიონალი მოთამაშე და იმ პერიოდში როცა 6 ერი არ არის და როცა 6 ერი არის და ნოემბრის ტესტები არის ამან ათამაშოს მოთამაშეები გუნდში იმათ მაგალითად ვინც სანაკრებო დონეზე მის. ხო, ბორდო თქვათ ახლა ბორდოს შარშან და შარსაცინ გადაგვიხადეს 1,800,000 евро. ამ 10 მოთამაშეში რომელიც ნაკრებში მიდის და ვინც თქვათ სანაკრებო დონეზე უახლოვდება რაღაცა მიდის თქვათ შეკრებაზე რაღაცას იმაშიც გიხდიან ოღონდ იმას ნაკრებში შეიძლება 50,000 40,000 რაღაცა იგას შეფასებს რაღაცა ხო ამ კომპენსაციას გიკეთებენ და ეს არეგულებს ყველაფერს კლუბებს პრობლემა არ აქვს იმიტომ რომ მოთამაშე აყავთ. ეს ახლა თქვათ როგორაა საფრანგეთის რეგბის ფედერაცია აწყობთ. მეორე მხარე არის ირლანდიის რეგბის ფედერაცია. თქვათ ირლანდიის რეგბის ფედერაციას ასეთ რამე გაკეთებული. მოთამაშეები ყავს კონტრაქტი დაყვანილი, აი 35-34 თუ რამდენიც არის სანაკრებო დონის მოთამაშეები და ეს მოთამაშეები ყავს მე კლუბებში დანაწილებული. ლენსტერში, მონსტერში, ოლსტერში და კონახტში. ოღონ რახანს ისინი კონტრაქტზე ყავს აყვანილი, როცა უნდა მაშინ მიყავს შეკრებაზე და როცა უნდა გუნდს უთავისუფლებს. ან შეუძლია რომ კლუბს უთხრას ამან 4 თამაში თამაშა 80 წუთი და მეხუთე არ უნდა ითამაშოს. დიდი გავლენა აქვს. და ესე ასე არის სამყარო მოწყობილი. ახლა ჩვენი სიტუაცია აქედან გამომდინარე. ჩვენ მოთამაშეები ყავს საფრანგეთში, რა თქმა უნდა კლუბებს კომპენსაციას არ უხდით.
და მეორე მხრივ მოთამაშეებს კარგი კონტრაქტი აყვანილი არ ყავს რა. ერთადერთი რაც გაქვს დარჩენილი არის მოლაპარაკება კლუბთან, რაც საკეთებს ფიჯის ნაკრები, ტონგის, კანადის, თუ არ ეხ მოთამაშე იტალიის ნაკრების თამაშს რომ უთხრა ასეთი რამე რა. აი ჩემი წლიური კალენდარი არის ეს სექტემბრიდან მომავალი წლის ივლისამდე ნოემბერში თამაშობ 3 თამაშს, ამ პერიოდში ამასთან, იქ 6-იანი მოქვს თამაშობ ამას და ბოლოს თამაშობ ამ თამაშებს რა. შენ ხო გაქვს შენ წლიური კალენდარი. მოდი აგვისტოში შევხვდეთ ერთმანეთს, ასე ვთქვათ ლარუშეში რო ვიყავ, აი ფიჯერები ყავდა ბევრი და ფიჯის სტაფი ყოველ აგვისტოში ჩამოდიოდა 2 დღეში შეხვედრას იღებდა. ესენ თავის წლიური კალენდარს გვაჩვენებდა ჩვენ წლიური კალენდარი გქონდა და გვეუბნებოდა რა, აი თქვათ ნოემბრის ტესტებზე ამის წაყვანა მინდა ორ თამაშზე, მესამეზე დავტოვებთ კლუბში. იქ ჩვენ ვეუბნებოდით რომ კი ბატონო, აი იქ თქვათ ზაფხულზე ამ ფინალები მოდის, ეს დაგვიტოვე ამას და მოგრედ მოლაპარაკება. ხო რა, მოლაპარაკება ეგეთი ტრადიციაც არის. ხო, ასეთი არის, ვისაც არ აქვს იმის საშუალება, რომ მოთამაშეები კონტრაქტს. და ამას აგვარებ შენ, ახლა ჩვენ მოთამაშეებთან. ხო, ამის მოგვარება უკვე მომიწია, იმიტომ რომ ახლა კაჭის რო ველაპარაკე და აი ლევანსაც ვთქვარი, რომ თუ ამ პროცესს მეთქვი არ მოვაბათ თავს, მსოფლიო ჩემპიონატი მოდის და ამ მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში კიდე 1 წელი არ დარჩენილი და აუცილებელია რომ მოთამაშეები ნაკრებში ჩამოდიოდნენ წყნარად, შვიდად და იმის მომართული რომ აი მე თამაშობ რაღაც არ ვითამაშებ არც ეგ არა პრობლემა იმიტომ რომ კლუბს განთავისუფლებული ყავხარ და ვეცით თუ თამაში გამოვალ 100% ვიქნები იმის მზად რომ რაღაც ტრამვის არ შემეშინს რაღაც და ვაჩ ვითამაშო რა. ოღონ ახლა ეს პროცესია როგორია რა. აი ტოპ 14-ში 14 გუნდი არის, პროდედუში არის 16 გუნდი. ასე მოთამაშეებს სიამ კლიენტ გავაკეთეთ, რომელი გუნდში არის 20 წლამდეც და იმის რაღაცა ქვია პროფესიონალებიც, იმიტომ რომ 20 წლამდე მოთამაშეებს უნდა გავანთავისუფლოთ. ამის შემდეგ 30-ვე გუნდის მენეჯერთან დარეკვა, რაღაც მესიჯი გაშვები როგორ ხარ, იქ მე ვიღაცას ძალიან დაგირეკავს, ვიღაცას არ ძალიან და ხვალ დაგირეკავ და მე ხვალაც არ ძალიან და ამ პროცესს აგვარებ რა. მე 30-ვეს მე ეს შევეხმიანეთ უთხარ თუ აი პრეზენტაცია გავაკეთეთ როგორ გვინდა მუშაობა, ამას გადმოგიზავნოთ, გვინდა რომ რაღაც ასე ვიმუშაოთ წყნარად, შვიდად და აი ჩვენ კალენდარს გადმოგიგზავნოთ წლიურს, შეხედეთ ამას, მე აგვისტოში ერთ სიტყვით შემოგეხმიანებით და მოდი შევჯერდეთ მოთამაშეებს იმაზე რაღაცა წაყვანა წამოყვანის ამბავზე და თქვა თუ შეგვეძლება კლუბში ჩამოვართ თუ არა ვიდეო კონფერენცია გავაკეთოთ. აი ყველა გახარებული იყო, აი 30 და არც ეს არ ვთქვი არა, ყველა ძალიან გახარებული იყო, ძალიან ისე შეხვდნენ კარგად ყველაფერს. გადავაგზავნთ ეს პრეზენტაცია გაგეთებული, გადავაგზავნთ როგორ გვინდა მუშაობა რანაირად, ყველა კლუბთან გავაკეთეთ WhatsApp-ის ჯგუფი, სადაც ერთი მხრივ ყავს ჩვენი ნაკრების სტაფის წევრები, მთავარი მწვრთნელი, ვიდეო ანალისტი, GPS შედეგები გადააგზავნოს, ფიზიოლოგიის მწვრთნელი, ექიმი, გუნდის მენეჯერი. ამათ მხრიდან შევიყვანეთ იგივე ხალხი, იმაში რაღაცა ქვია ამ WhatsApp-ის ჯგუფში, ყველა კლუბზე თითო არის გაკეთებული 30. სადაც ამათ შეუძლიათ ინფორმაცია გაცვალონ პირდაპირ ერთმანეთთან, ამ თლიანად ყველასთან. აი ვთქვათ ახლა შეკრებას რო არის საქართველოს ნაკრები ჩილეში წასული, იქ შეიძლება რასინგის მშრომლა გითხრასო მოდით რა სამი კვირის რეპორტი გადმოგვიზავნთ რა გააკეთა დატვირთული როგორ იყო რომ უკანო ჩამო დასწორებას მონიტორინგია თავისი მოთამაშის მე რა გააკეთებინოს და კი ჩვენი ხრიდან არის როგორი სამუშაო პროცესია იცი აი ყოველ 10 დღეში გვექნება გაცვლა გამოსვლა ინფორმაციის ამათთან, ვთქვათ მოთამაშე ჯამთელად არის, არა ჯამთელად, დატვირთული არა დატვირთული, რამდენი თამაშია, რო ყველაფერი ვიცოდეთ და აი მოთამაშე რო წამოვა უკვე ნოემბრის ტესტებზე სათამაშოდან ზამთარში რო წამოვა სათამაშოდ, ვიცოდეთ ჯამთელობის ხრი როგორაა, რამდენი ხნის თამაში შეუძლია, თუ დაღლილი არის შეიძლება რაღაც შეღავათ მისცა და დატოვო კლუბში, ან ზაფხულის ტესტებზე იცის არ წავიდა. აი ესე იგი ეს WhatsApp-ის ჯგუფი რო გააკეთეთ, ხო, ეს შვენიერია უკვე, ეხა თავარი ადამიანი გაკლიათ ეხა თქვა და ხო, ბროკანი, რომელიც ეხა წასულია. ეხა რა ხდება, უცებ ეგ გითხარი რა. ნუ თავარი ადამიანი გვაკლია და პლუს მოთამაშე. ხო, ნუ თავისთავად. ახლა ეს მომდევნო ეტაპი რა იქნება ამის? უკვე გუნდებთან შევთავაზეთ მოლაპარაკებულად ყველასთან, ყველა ყოფილი არის
რამდენიმე დღის უკვე გადავაგზავნეთ მთლიანი კალენდარი, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, სადაც არის ჩვენი სანაკრებო თამაშები, ამ ტოპ 14 და მეორე დივიზიონის პროდუქტის კალენდარი ცოტა დაგვიანებით მიაწოდა ფედერაციამ წეს გუნდებს. ამიტომ მოუცადეთ რომ ამათ სკონოდა და გამზადებული გავაკეთეთ, ესე იგი რომელი თამაში, რომელიც ეთქვა მთელი წლიური კალენდარი გადავაგზავნეთ ყველასთან. უთხოვეთ ამათ რომ 20 დღეს მოგცემთ რომ გადახედეთ, გადმოხედეთ, შეჯამდით და უკვე 25 ამასობაში ივლისის და ამასობაში ბრონკანის დაბრუნება ტურნედან, ამა რა თქმა უნდა თავისი 55 კაციანი ჯგუფი უნდა გააკეთოს, რომელსაც მე ალბათ მეც შემატყობიებს და 25 ივლისიდან უკვე ყველა გუნდთან მოგვიწევს აი 30-ისთან არა, იმიტომ რომ ტულუზას არ აქვს მოთამაშეები. ჩვენი ქართველები, მაგრამ შეიძლება ტულუზას ყავდეს. სამედიცინო ჯოკერი დაჭიდეს რაღაც, ამიტომ მოლაპარაკებს ვაწარმოებთ ყველას. 25-დან უკვე ყველასთან მოგვიწევს ან ჩასვლა, თქვა ერთი დღით, ან ორი დღით და ამის ყველაფრის გავლა მთლიანი კალენდრის ვიზგვი დავისრულებს რა დროს როგორ ან ვიდეო კონფერენციით, ვეცით, შორს რო არ გუნდები ყველასთან ვერ ჩახვალ, ვიდეო კონფერენციით რო შევჯამდეთ ამაზე, რომ მოთამაშეებს როდან გვისავისუფლებენ. ამას რო დავასრულებთ, მე რეპორტს გავაკეთებ მთლიანად და მივაწვდით ფედერაციას, რომ ყველა მიცოდეს მთელი წლის განმავლობაში რაზე ვართ შეთანხმებულები, ამას მთლიანად დავტოვებთ დოკუმენტს, რომ ვიცოდეთ ყველა გუნდმა რაზე შეგვიტანხმდა და თუ მე წლის განმავლობაში ვინმეს ტრამვა ექნება, რაღაცა ხელისშემშლელი პირობები ექნება, ვეცდებით რომ მოთამაშე ჩავანაცვლოთ მეორე მოთამაშედ. დაჭირდება ალბათ რაღაცა აგვისტოს ბოლომდე მოგვიწევს მუშაობა რა. იმიტომ რომ დღეს შეიძლება 2 და 3-თან მოგვიწევს გავლა, იქ ვიღაცას თავის პრობლემები აქვს, ვიღაც შეიძლება თანახმარ იყოს, შეიძლება დრო არ კონდეს, ცოტა დროს წავართვეს, ოღონ ვეცდებით რომ სანამ ეს ჩვენ ჩემპიონატი, საფრანგეთის ჩემპიონატი დაიწყება, ყველასთან დამთავრდეს მოლაპარაკებები. აი ეს ახლა ამ ეტაპზე მოსალევი რა. გასაგები. ჩვენ ახლა ერთ-ერთმა მაყურებელმა კითხვები დაგვისვა რაღაც მოთამაშეებთან დაკავშირებით. ხო, მაგალითად აინტერესებთ სტად ფრანსესია თუ არ მეშლება ხო, სერგეი აბრამიშვილი მგონი სტად ფრანსეს. და ვლადი აშვეთია, ორი მოთამაშეა, რომელიც ჩვენი პამიდორას ბიჭია, ხო? ხო და ორი მოთამაშეა, რომელიც საქართველოს ნაკრებში არ გამოჩენილან და აინტერესებს რატომ არ იწევენ მათ? ერთით რო არ მივყვეთ ძალიან ბევრი მას უცებ გეტყვით როგორ ვლადი აშვეთია პირველ რიგში საფრანგეთის სპორტსკოლაში გაზრდილი არის, მას სპორტსკოლაში ახლა ამჯერად არის რასინგში, ახალგაზრდა არის პერსპექტიული და ამას სურვილი გამოთქვა ასეთი რომ მე მინდაო თუ საშუალება მექნება და თუ საშუალება თუ შესაძლებლობა იქნება რომ საფრანგეთის ნაკრებში ვითამაშო. ამიტომ ამ ეტაპზე ახალგაზრდა არის ტრანს ტრავმა ჰქონდა ისე. რამდენი წლისა? 22. ხო. ვლადი აშვეთია თუ არ მეშლება ბეკია, ხო ხაზის მოთამაშე. ცენტრში თამაში. ანუ პენო უნდა რომ ამოაგდოს შემადგენლობიდან. აი ისი ახლა ამ წუთში პენოს ვერ ამოაგდეს, ოღონ თუ რაღაც თქვა წლების, აი თქვა 2007 სოფლიომდე რთული იქნება, მაგრამ იქ რაღაც წარმატებული სეზონი თუ ექნება თქვა 1 ან 2 უკვე საფრანგეთის სამწვრთნელო შტაბი ისე არ გახსნილ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდას აძლევს თამაშის საშუალებას. ახლა რო ნახოთ ცენტრებიც იმდენი გამოცვალა რომ და იმდენი ახალია თამაშა, თან ძალიან ტრამვიანი ჩემპიონატია, იქ ფიგუანებებს უკვე თავს. იქ საშუალება არის რომ თუ თავს გამოიჩენ ჩვენ წარმატებას უსურვებთ მათ ყველა ვარიანტში. ყველა ვარიანტში. მეტაპზე როგორც პიერ ბრონკანის ელაპარაკა, მეც ვკითხე თავის აზრი, ვკითხა ასე, პრობლემა არ არის. მიხედე თუ თქვა რაღაცა ეტაპის მერე ვერ ითამაშება, სურვილი ექნება და წვრთნელსაც სურვილი ექნება, რომ საქართველოს ნაკრებში ათამაშო, ალბათ ჯერ 22 წლის ახალგაზრდა არის, მომდევნო ეტაპზე სად იქნება. რაც შეეხება სერგის და რაც შეეხება მელიქიძეს. სერგი საქართველოს ნაკრებში წამოსვლა უნდოდა და შარშან მიიღო ტრავმა, მე მგონი მუხტუ კოჭი ქონდა ნადგენი. თითქმის 1 სეზონი დაჭირა რომ დაბრუნებულიყო ტრავმიდან. ძალიან ტრავმიანი სეზონი ჰქონდა, არ უთამაშია თითქმის 90% სეზონის. წლის ბოლოს დაბრუნდა, ერთ სიტყვით ბრონკანს უნდოდა უკვე 6 ერს გამოძახება, წლის ბოლოს 7 სეზონში დაბრუნდა, 6 ერს უნდოდა გამოძახება, იგივე მოხდა მელიქიძის ამბავშიც. მელიქიძის დაბრუნებაც უნდოდა. ორივემ განაცხადა თანხმობა, მელიქიძე დაბრუნდა ითამაშა თამაში და მე დაბრუნდა საფრანგეთში რაღაც მნიშვნელოვანი თამაში იყო და სერგიმ სანამ ესე იგი საქართველოს ნაკრებში შეუერთებოდა წინა კვირის თამაში ბიცეპსის კუნთი გაიწვდა კიდე ტრავმა მიიღო და ერთი აღმოჩნდა 4 თვიანი ტრავმა რა.
დაჭერდა ქირურგიულ ჩარევა ერთსით და ისე მოხდა რომ 6 ერის გასცა და ზაფხულის ტურნეც გაასწნა. ასე რომ ვთქვათ, მე მელიქიძეც სამოსასვლელი იყო ამ ზაფხულის ტურნეზე, უბრალოდ იმაში მე მგონი ნახევარფინალში სტატფრანსზე რაღაც თამაში იყო, თუ მეოთხე ფინალში წვივის კუნთი იტკინა, ტრამვიანი იყო და ესე ტრამვები თოვლზე დარჩენა, ასე რომ სერგიც და მელიქიძეც სავარაუდო მელიქიძე სიმბოლურ ნაკრებში არის ტოპ 14-ის სერგიზე იქაც რაც ძალიან ბევრი იყო, რაც კითხვები იყო ასე და ბევრი მოთამაშის რომ რატო არ მოდის რაჭის და ტრამვები აქვს რა. აი ხო თქვათ იყო ლაგვილავა ახლა მეორე ხაზელი ვარ პერპინიანში თამაშობს, აი დიდი ბიჭი არის, მომეტრიანი ეცილო ფიზიკური მონაცემი თქვა, იმაში რაღაცა ქვია 6 ერზე იყო ჩამოსული, რაღაც კოჭის ტრამვა მიიღო, პერპინიანში დაბრუნდა და სადაც 4 თვეა თითქმის უკვე რომ ამ ტრამვიდან დაბრუნებას დაჭიდა გამოჯამთალებას და ახლა ამას ბრონკასიაში უარყავდა, ბევრი კითხვა გაჩნდა რომ ბიჭო აი 6 ერზე ყავდა რატო უარყავს და რა მოხდა და რა ტრამვა აქვს. ამას უფრო მე ალბათ კომუნიკაცია ჭირდება უფრო მაგას გეუბნ, აი მაგის ხმა მინდა რა, ხო ხედავ ხა რა. ესეთი კითხვები რო ჩდება და რაღაც რა პრობლემაა რა, რომ ამის ის ანუ შენ თუ კი არა ხელი მიგეწდება და აუცილებლად უთხარით რომ თქვით რომ ეს იყოს კომუნიკაცია, იმიტომ რომ ყოველთვის იწევს რაღაც ცუდ ჭორებს იწევს, იცი? ის თავისად, აი ეხა არ დავიწყებთ რა, რომ ეხა იმას თავისიანები უნდა, ამას თავი და ასე შემდეგ რა. ხო არა, მე მჯერა და მინდა რომ ეგრე რომ არ იქნება, ამიტომ ეს რომ წაიშალოს ეს ჭორები, ესე ვთქვათ, ელემენტარული ინფორმაცია უნდა. ეხა ჩვეულებრივი ამბავია ეხა რაგბია და ის არის რა. ხო, ტრამვიანი სპორტია და საბედნიეროდ კიდე ისე დემონსტრატიულად რომ ვიღაცა იძახდეს რომ აი მე თქვენთან აღარ ვითამაშებ, ეგეთი ადამიანი არ აქვს, ხო? მე ყოველ შემთხვევაში ესე ვიცი. აი ახლა 6 ერის პერიოდ რომ მოდიოდა ამ თითქმის რაღაც 30 კაციანი სია ქონდა მოთამაშეებს, ყველა გუნდთან მომიწია კომუნიკაცია, რომ ამ ბიჭების რაღაც განთავისუფლება შევთანხმდებულიყავთ. ეს განთავისუფლება არის როგორც გითხარ, უნდა მოხდეს სეზონის დასაწყისში. მაშინ რაღაცა ივლისი-აგვისტოში. რაღაცა გეგმიურად ამის მერე მთელი წელი გამშვიდად ნაკრების მსვლელიც მოთამაშეც და ერთიდოთ კლუბიც. რაც აქამდე არ ხდებოდა. არ ხდებოდა. რა შეიძლება ხდებოდა, მაგრამ ისე რა ძალიან რაღაც ვიღაცა კონკრეტულ ბიჭებზე. აქ მე იმას რაღაცა ამ ტოპ-ტოპ-ის მსვლელებსაც ხო ძალიან ბევრს უჩნდება პრობლემები რა, იმიტომ რომ ეს ტიპები მუშაობენ ძალიან დიდი სტრესის ქვეშ, პრეზიდენტი რეზულტატს ხო, სპონსორი და ამ რაღაცა ქვია ამ შენ მოთამაშეების გამოძახება ძალიან სუდად ღებულობს ზოგი რა, იმნა რაღაც გეტყვის, შეიძლება გააფრინო რა. ახლა ვთქვათ ერთი გუნდის მსვლელმა გვითხრა ასეთი რამე რა, რომ ის ერთ-ერთი ტოპ-10-ის გუნდის მსვლელი ანგლოსაქსი არის და ეს კოკრილიცო ის იყო რაღაცა ქვია ანგლოსაქსონი არის და ესენი ისე იყო შეთანხმებული ერთმანეთში რომ ამის მოთამაშეები არ მიყავდა 6 დროს, 6 ერის დროს, ჩემები მიყავდაო და მე ამასთან რო შევხვდებოდი მე რომ თამაში რო წამეგო. ახლა მიდი შენ ხო იმას უმტკიცე ახლა შენ ხო იმას უმტკიცე ახლა. ხო არა ჩვენ ვართ იმათა შედარებით კიდე იქაც რანაირადაც მეუბნები მიდი ახლა იმას უმტკიცე შენ რომ არ იყო კაცო არა მასკი და იმითაც რაღაცებს აგვარებ და ახლა ამიტომ საჭირო არის რომ სეზონის დასაწყისიდან შევთანხმდეთ ამას ამას რომ მოვაგვარებთ მე ალბათ კიდე სხვა ეტაპზე მოგვიწევს რაღაც სხვა რაღაცებს გადასვლა მოგვიწევს რომ იქნებით მე ცალკე კიდე მუშაობა ალბათ ხო არ ვიცი კომენტარები არ იყო მაინც ეს ბევრი ეს ერთი კომენტარი იყო მაგრამ საინტერესო იქნება მაინც შენი ვთქვათ ნუ მოკლე ხა დეტალებში ალბათ ვერ შევალთ, მაგრამ ჩვენი როგორც 20 წლიანების თვითონ ტურნირის ჩვენი ნაკრების თამაშის და ასევე ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშის შეფასება შენი მხრიდან როგორ შეხედე ამას. რამე სიახლე ხო არ დაინახე და უშუალოდ ეროვნულ ნაკრებში შენი ამ თამაშში. ხო მოდი ჯერ დიდ ნაკრებზე ვთქვათ რა, ახლა ჩვენთვის მაგალითად აი მეორე თამაში, მეორე ტაიმი ცოტა სხვანაირი იყო, ესე ვთქვათ ჩვენი აზრით შეიძლება. ხო, აი სამოასთან რა. სამოასთან რაღაცა მწვნელის ხელი დაეტყო, რა ეგრე გვინდა რომ ვიფიქროთ, იმიტომ რომ აშკარად შეიცვალა თამაშის ტემპი, მიმართულებები. ხო და რა იცი, ხო ეროვნულ ნაკრებს ასაცვადენები თვალს
აი კოკრილის პერიოდში ხოლმე სათამაშო სისტემა როგორც ჰქონდა ყველა მიცის, რაც ფეხით გადშენახებდან სტანდარტულად და მე იმათ ნახევარზე რაც პრესინგი ეთამაში, რაც ძალიან ისეთ ეს დავარცხნილი დაწყობილი და ას ბევრ თამაშის საშუალება არ ქონდა რა. ეს მე მგონი მაყურებელში იწვევს იმას რა ასე ქვია, როგორც უკმაყოფილებას. რა თქმა უნდა, უკმაყოფილება, იმიტომ რომ იმასაც კარგად ვერ ვაკეთებდი. ხო, იმასაც კარგად, იმიტომ რომ ამას პრინციპები რაც ქონდა აღებული, ახლა რაც ძალიან დეტალებში ვარ ჩავიდეთ, იმას ჭირდება სხვანაირი სტანდარტის მოთამაშეები. აი ახლა უბრალოდ ყველა გუნდი რაც საკეთებს, ამ პერიოდში არის 15 მეტრიან ზოლზე ბურთი გადააქვს თავის ნახევარში, სამი მოთამაშე დგას იმას რაც ქვია დახურულ მხარეს, ამას ესე იგი ერთი მოთამაშე იცავს აუტის ხაზს, მეორე ბურთს ეთამაშებს და მესამე იცავს შიგა მხარეს. სტანდარტ პრინციპი არის ასეთ. გარეთ დგას 6 მოთამაშე. აქ მოკლეში აყენებ თქვათ ერთ მაღალ იმას რაც ქვია 11 ნომერს 14 ნომერს ვინც ბურთს ეთამაშობს, შეიძლება ორ ნომერი დააყენო მესამე ხაზს. გარეთ აყენებ მორბენებს გარეთ, მძიმეებს შიგნით. ფეხს ურტყამ 9 ნომერი როგორ ახლა უნდა დაარტყას 20 მეტრიან მაქსიმუმ 22 მეტრის დისტანციაზე და 4 წამი უნდა იყოს ბურთი აერში გაჩერება რომ მიუსრო და კონტესტი ითამაშო თუ ვერ ასრებ მაშინ ბოჭვას აკეთებ და აუჩი გადაგხავს ან სამი კაც ბოჭვას აკეთებს და კონტრაქტს აკეთებს რომ ბურთი დაგჭეს ოღონდ ბურთი უნდა დაარტყა 15 მეტრიან ზოლში და ამას ვაკეთებ ახლა ამას ვაკეთებ ხო ჩვენ ახლა თქვათ მაგრამ უნდა ყავდეს 11-დან 14 ნომერი მაღალი ვინც კონტესტს თამაშობს. ახლა შენ 14 ნომერი არ ყავს, რაღაც მეტრი და 90-იანი, ხო? მაშინ უნდა შეცვალო სტრატეგია უნდა შეცვალო. და ხო და რაღაც ჩვენ ხო და ამბერთულებთ რომ მიდიხარ, ხო? რაღაცები უნდა ამ მაშინ მეორე ხაზი უნდა დააყენო, ამის ვისაც შეუძლია და რაღაც უნდა შეძლო. ჩვენ რაღაც ამას მივაწექ და თამაშობ, ხო? არ გამოვსო რაღაც ანეკდოტური იყო ძველი არ გამომწარს უშვებიო ცოტა რაღაც აი პერიოდი იყო და ახლა უკვე აი შენ როგორც თქვი რა ეთყობა რომ უკვე გუნდი უფრო სათამაშო იმას იცვლის რა თქვა გეგმას ცვლის სტილს ცვლის და უფრო მეტს აკეთებს რა ესი ჩვენ ახლა სიმართლე რო ვთქვა 6 ერისს ძალიან სასწავლო გუნდებს არ ვეთამაშებთ რა და ამ გუნდებთან ალბათ საშუალება არის იმისი რომ შენ ნახევრიდან ითამაშო ხელით რა და ეს მაყურებელი რომ მოდის ცოტა მაყურებელიც გაახალისო რა და რაღაცა სულ ეს ფეხს ურტყამდა ვიცავდა ხო ეს ერთი მე მეორე რა არის ახლა აი მე რაც მაქვს ნანახი იქ საფრანგეთში თქვათ ტულუზას რაღაც ერთ პერიოდ ჩავარდნა ქონდა გინოეს რო გამოცვალეს და უგომოლა რომ მივიდა გუნდში 3 წლიანი ჩავარდნა იყო ხალხი არ მოდიოდა სტადიონს იმიტომ რომ კაირებს აღარ თამაშობდა ტულუზა იყო რაღაც გადალაგების პერიოდი და მე უკვე ჩემპიონები რო გახდნენ და უკვე რო აი თამაში ტულუზას ხო თავისი ნახე 22-დან მოაქვს ხელით და ხალხი სავსე არის სულ ლაროშეში თქვათ რომ პირველი წელი რო იყო ჩემი რომ მივედით კიდე ისინი რაც ჩახურლებს თამაშობდით ჩვენ ნახევრიდან ფეხით გავდივართ ამას არ ვბედავთ იმას არ ვბედავთ გარბაჟო და ტულუზის სკოლა გამოვლილი და საფრანგეთის ნაკრებში მოთამაშე გარემარბი იყო შეტევისწრელი რა და ამან გითხრა რომ არჩი ამის თამაში არ მინდაო მე სხვანაირად მინდაო თამაში და პრინციპი გააკეთა ასეთი რა ჩვენ ნახევარს ბურთს რომ მივიღებთო სამი ფაზა ვითამაშობთო და სამი ფაზის მერე თუ არ გამოგვივა არაფერი კაც გავიდეთ ფეხით ხო თავარცუნა კიო რა რაღაც პირველ 4 თამაში მესამე ფაზაში ხასვრი და ჩვენ ნახევრიდან იმაშობთ რა ასე გადავდიოთ მოწინააღმდეგე სახევარზე ხან ლელოსდებით ხან ჯარიმას შევცვალეთ ესე იგი ხალხმა რო დაიწყო მოსვლა სტადიონზე რაღაც 6 თვის მერე აი 2016-17 სეზონიდან დღემდე ეს სტადიონი სადაც ბილეთებს არა დახურული არის ბილეთი არა იმიტომ რომ ეს თამაში იზიდავს ხალხს ის არის ბორდოში არის 33,000 სტადიონი არის ეს ირლანდიელი ხაზისმცვლელი არის ამ რაღაც თავის პრინციპები გააკეთა შეტევაში რომელზეც თავარწმუნების თანახმა იყო და თან იქ ხაზი ყავს სანახაობრივ თამაშს თამაშობს უტევენ ტიპები და თან არ ზღუდა ამაში ეუბნები რომ კი კაც შენ რაღაც ჯარიმის გათამაშება გინდა ჩქარა გაათამაშე არ ეუბნები იმას რომ იცი რა 100% დარწმუნებული ხარ თუ მაშინ გაათამაშე თუ არა ხარ მაშინ ახლა ამ ზონაში ვარ და ხო არა გასულს ეუბნები რომ მიდი თამაში და თვითონ გუნ მოყვება გასაგებია რომ ეხა შეიძლება ერთ-ორ თამაში შეიძლება ცუდი შედეგი არა თამაში რომ ხალხს იზიდავს იმიტომ რომ ახლა შენ რო იცი რა თქმა უნდა და ჩვენ შეგვიძლია ვერ ეთამაში ხო აი ეგ არის შეგვიძლია თამაში
აი 6 ერი შენ რო ამბობ, ანუ ჩვენი 6 ერი ასე ვთქვით რა. ჩვენი 6 ერი შვეიცარია, გერმანია, ვთქვათ ეგეთ გუნდებს ვეთამაშებით, ხო? აი ამ გუნდებთან ჩვენ გვიჭირს ეს თამაში. შენ რაც გინდა, ეს თამაშიც გვიჭირს ჩვენ ამ გუნდებთან. აი, ისი, ხოლმე ვთქვათ, ამ კოპილის პერიოდზე რომ რაღაც ამას თავის სათამაშო რაღაცას იქნება. ამით თამაშობდა რა. ახლა იქ ერთ რამეს უნდა მიხვდე რა. იმის გარდა რომ ვთქვათ რაღაცა შენ ამ თამაშებს თამაშობ და მოგება გინდა. ყალჩა ამ თამაშების რეზულტატს რაზე აქვს გავლენა და რის თამაშობ ეგეც უნდა იცოდე რა. ჩვენ მაგალითად ჩვენ დროს 6 ერს ბოლო წელი 2 წელი იყო სოფლიოს საკვალიფიკაციო. ამიტომ იყო მოსაგები, მაგრამ 2 წელი იყო არასაკვალიფიკაციო და იმ 2 წლის განმავლობაში რასაც გვინდოდა იმას თამაშობდა. ხანდახან ვთქვათ ილოზე დინძეს ვთქვია, რა ჰოლანდიას უნდა თამაშობ რაღაცას დაკიდებული და უტევთ პირდაპირ მინდა რაღაც აუჩქარდ და თამაშობდით რა და ეს თვითონ წვრილმა უნდა მიხვდეს ამას და უნდა შექმნას ამარი ატმოსფერო რა ვთქვათ ეთამაში რაღაც ესპანეთს ამ ვიღაც სახში არაფერში არ უთლება ეს თამაში არ უბრალოდ რაღაც ვთქვათ სოფლიოს იმაში რაღაცა ქვია რა ქვია მას რა რეიტინგში შეიძლება რაღაც გამოგდეს მაგრამ ითამაში რა ამდენი მაყურებელი მოდის აქეთ მოდის იმისთვის რომ თამაში უყუროს ითამაში რა გიშლის ხელს ამიტომ ახლა რა იყო იცი აი ეს უკვე რას ამბობს ბატონი ლევანი შენ ხო მის მასთან ახარ სტავში კონსულტანტი ხარ რა გვიშლის ხელს ამაზე თუ გისაუბრიათ არა ვისაუბრე იმიტომ რომ რა იყო ცილაგმე ძირითადად მან საფრანგეთში ვიყავ და იანობდა მუშაობდა მუშაობას ხომ არ გისაუბრეთ გასაგები ამ რაღაცებს სალაპარაკოთ ახლა კი ბატონო დიდი დრო არ ხონდა თან როგორ არის ეს სელექცია და რაღაც ასეთ და ჩემი საქმე არა ჩემი საქმე არის კომუნიკაცია ამათთან რაღაცა რომ მოთამაშეები კომფორტში იყვნენ და გუნდის და ფედერაციაც ისე იყოს უკვე სელექცია არის ბრონკანი სათამაშო სქემა იქ რაც ყველა თავის საქმე თუ არ იცის ყველაფერს თუ კითხულობს არ გამოვა არაფერი რა თუ რაღაც დრო მოვა თქვა და უკვე შენი ვალდებულება იქნება მაშინ შენ თვითონ გააკეთებ იმას ის გაიქცევა საჭირო და რომ მიუბრუნდეთ ახლა იმას რაც ვამბობდი აი უკვე შეხედე ეს ბოლო 6 ერი ხო? სოფლიოს გასულები ვართ უკვე. არაფერი არა, და ითამაშე რა. უფრო შეიძლება ალბათ, აი ჩემი ხედვა რო გითხრა ხო? მე მაგალითად ტოპ 14-ის მოთამაშეებს საერთოდ არ შევაწუხებდი და მე 6-ზე წამოსაყვანოთ რა. ხო, ჩვენ თქვით ახალგაზრდებს შევიყვავდი. აი შავლოში. საგინაძე რო ომობს ახლა იმაში. ხო, რა უნდა საგინაძე. იგი აკლია ახლა მაგას. ხო, მე რა ხო ჰოლანდიასთან თამაში. ხო, ჯობია რომ ვიღაც ახალგაზრდა ვისაც უნდა ამ სტრუქტურაში ოღონ სათამაშო სტრუქტურაში შავი ლომის მოთამაშე თქვა და ის ათამაშე რა. ახლა პრობლემა რა იყო? ბრონკას რო ელაპარაკე რომ ესე ბრონკალი ბრიუში იყო რეგბის დირექტორის ის ჰქონდა რაღაცა ქვია როლი რა და ამ ბრიუმმა მთავარი მწვრთნელი განათავისუფლა ნოემბერში რაღაცა შედეგის გამო და თხოვეს ამას რომ შენო დაბრუნდიო მწვრთნელად ოღონ ესე ბრონკანი იანვრიდან შეერთებოდა საქართველოს ნაკრებს და იქ ესე წნეხი წამოვიდა ბრივის სტაფიდან და სპონსორ მოთხოვნა იმისი რომ თან კონტრაქტი ჰქონდა და ესე კონტრაქტი არ გაწყვიტეს და სავალდებულო ესე ვალდებული გახდა რომ სეზონის ბოლომდე დარჩენილიყო ბრივში წესით და რიგით 1 იანვრიდან უკვე ნაკრებთან ყოფილიყო ნუ რაღაც სამუშაოს ასწრებდა მაინც აქეთ რომ ყოფილიყო მაგრამ ამის როლი უკვე ჰქონდა აღებული მარკო ბორტოლომის მარკო ახლა არის შერგინების მორგინალების მწვრთნელი არის და ახლა უცებ რომ თავარი მწვრთნელის იმაზე უნდა გადახვიდე რაღაც უკვე როლზე ну შეიძლება რთული იყოს შენ შეიძლება სხვა რაღაცის იყო მოზადებული პლუს ამ თავარი მწვრთნელი ადგილზე არ არის იქ კომუნიკაცია შემადგენლობა 1000 რამე შედის იმაში როგორც ვახეთ იმ წუთში რაღაც პრობლემები გაჩნდა და სათამაშო სქემა მთლიანად ის არ იყო დალაგებული როგორც როცა თავარი მწვრთნელი ადგას გუნდს ხა მაგის გამოცდილება ძალიან დიდი მაგ და ხანდახან ვარჯიშები ყოფილა მთავარი მწვრთნელი ვარ და ასისტენტებს როგად მოგვაბარებს რა თუ ძალიან ავტორიტეტული ხარ და ეცდები რომ ვარჯიში სერიოზულად ჩაატარებ იქ რაღაც ცოტა ხუმრობა და ის თუ იმასკენ მოთამაში რო ხედავს მთავარი მწვრთნელი არ არის სხვანაირად მის ვარჯიში რა იმ მთავარი მწვრთნელის როლი არის ძალიან დიდი აი ტულონს ახლა თქვა პრობლემები ხონდა პიერ მინიონის რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა მთავარი მწვრთნელს ერთ პერიოდის განმავლობაში და სტაფზე ხონდა გადაბარებული სპიდის ახლა ტულონი არა ხდება რეგბის დირექტორი და მთავარი მწვრთნელი არის ფრანკ გაზემა
და სანამ ეს ამ ჯანმრთელობის პრობლემა დაბრუნდებოდა 2 კვირა გქონდა სტაფზე გადაბარებული ეს რა ამ ბიჭებმა გითხრეს რომ ისეთ წნეხში ვიყავით 2 კვირაო რომ ვარჯიშის მართვა ხო ახლა თავარწული ვითომ რო არის არაფერი არ ხდება და ნორმალურია რა ის რო არ არისო ისეთ წნეხი მოდისო და ის რაღაც იმის პრობლემის მოგვარება რაღაც იმის ჯანმრთელობის პრობლემა ტრამვიანი ვარჯიშები რამდენი გამოდის გაყავი რა დრო რაც ძალიან ეს რო არისო ხო რაღაც ეტყობოდა ახლა უკვე ამ ტურნეზე რო არის მე მგონი რაღაც უფრო უკეთესად მის რაღაცები და კიდე რაღაც დეტალები ლაგდება რა შიგადაშიგ და ალბათ თუ ნახ მესამე თამაში ვნახოთ რა მოხდება როგორ იქნება და თუ იმედია რომ უკვე ნოემბრიდან უკვე თამაშები როწავა სრულყოფილად იქნება უზადებული ნაკრები ერთიცაა რომ ამ ბიჭებს მე მგონი ასე ერთად თამაშის გამოცდილება არ აქვს რა ხო ეგ თამაშებს იმიტომ რომ ახალგაზრდა პასახვალი ახლები და ხო ეთყობა რომ ამ გუნდს უჭირდება რაღაც ერთ პერიოდი ერთად ყოფნა ერთად მუშაობა და ხო ალბათ უფრო წინდაძე იქ მე კიდე ვიღაცები არიან ვინც 20 წლამდე ნაკრებში დატოვა მეორე ხაზები მესამე ხაზები ვისი წავანაც უნდა თქვა პარბაკაძე ცენტრალურ არის ვიღაცები ვინც 20 წლამდე დარჩა ალბათ ესენიც უკვე 20 წლამდე ასაკს რომ შეუერთდებიან და იქნება ისეთ უფრო გაფართოებული უფრო მეტი ახალგაზრდა კი ბატონო ოღონდ სათამაშო დაჭირდება ვერ ყველას კაი მე მგონი ესე იგი აქვსენტი იმდენი რაღაცა საინტერესო მოგვიყვა გააქვს შენ კიდე რამე ნუ არაფერი ხედავ ჩვენ 20 წლიანებში მოთამაშეებს რომელიც აი უკვე აი ხვალვე შეუძლიათ რომ ეროვნულში ანუ პირველ პრიორიტეტები იქნებიან თქვათ იქ ჩვენს ეროვნულში ხო არის რამდენიმე იქნება ალბათ ვინც პრიორიტეტული იქნება ალბათ მეორე ხაზელები იმიტომ რომ მაღალი ბიჭები გვაკლია და აუცილებელია უკვე რაღაც ამ საერთაშორისო სტანდარტებს რომ მივუახლოვდეთ რა თქმა უნდა თვითონ ის კაპიტანი შიოშვილი მე მგონი ნარსია არის ის კაი ბიჭი არის მესამე ხაზი არის კიდე ყოლბაია მე მგონი მესამე ხაზელი ბიჭი არის ეს კი არიან ეს ხანოვერი ერთიც ის მე ერთ ვინც გვარი აღარ მახსოვს ვინც თამაშობს ის მეორე ტულონში არის მაშინ ახალგაზრდულში თამაშობს 15 ნომერი ის პარბაკაძე ცენტრში მეორე ცენტრი არის დამტროული ал ძალიან ბევრი არის ბიჭები ძალიან ბევრი ბიჭები არიან რომ პერსპექტიულები არიან თვითონ ახლა ამ პერიოდის განმავლობაში როდესაც კლუბებს ველაპარაკე 20 წლამდე მოთამაშეების განთავისუფლებისთვის ძალიან ბევრმა კარგი დახასიათება უცა ბევრზე ძალიან ისე არის უკვე პროფესიონალი ბიჭები არიან სხვანაირად უდგებიან საქმეს და რავი ეცითუთ ამას ალბათ საჭირო არის აი კიდე აი რისთვის იყო ახლა ამის გაკეთება რა ამ კლუბებთან ურთიერთობის და დამყარება რაღაც მონიტორინგი არის საჭირო მთელი ჩვენი მოთამაშეების შენ რას თქვი რომ ეს რატო უნდა ვიცოდეთ რამდენი ყავს რას აკეთებს რომელი გუნდში არის რამდენს თამაშობს რა მიზეზს დართამაშობს და მე ამას სტაფს უნდა კონდეს კომუნიკაცია ყოველკვირეული რომ აი თქვა ვიღაცა რო ვიცი რომ ცენტრი მყავს და არ თამაშობს იმას უნდა ურეკავდო უნდა უნებდო რომ აი თქვა ამ კვირას რო არ თამაშა რა იყო მიზეზი შეიძლება გითხრას რაღაცა მწვრთნელმა რაღაც მე მწვრთნელსაც ელაპარაკე იმას შეიძლება სულ არ მეკითხას რა გითხრას რომ აიც რა რაღაც ვარჯიშს მე არჩება რაღაც ზედმეტს არ აკეთებს მე რაღაც გააკეთა ამ მიზეზების გამო თქვა არ ვათამაშებ რა თქმა უნდა ამის მერე მიუბრუნდა ამას უნდა უთხრა შენიც რა ვარჯიშის მერე სახშად კი არა დარჩი კაცო და რაღაც 100 პას გააკეთე მარჯვნივ 100 მარცხნივ და მერეცად სახში მას ისევ ამბობ რა მაგალითად ამათი მონიტორინგი არის საჭირო ყველა კონდეს ინარის სისტემა ყველა იყოს ინარის სისტემაში მოქცეული რომ პასუხისმგებლობას გძნობდნენ თვითონაც და თან თავში იყო იმის გაწყობილი რომ მე ის რაღაც მიტოვებული არა ვარ გუნდში და ჩემ რაღაცებს ვაკეთებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის სამომავლოდ გათვალისწინებული ვარ და ამის გარდა აი როგორც ვთქვათ ჩვენი თაობა იყო წასული თავდარასწრებული და ვალდებულებები ქონა აღებული 2003 სოფლიოზე გასვლა 2007 სოფლიოზე გასვლა და რაღაცები ასეთი ვალდებულებები უნდა გქონდეთ ამათ დაგისროლდნენ და პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ. შენ არ ხარ იქეთ მარტო იმის წასული რომ მე ახლა წავალ მომინდება ვითამაშო მომინდება არ ვითამაშო და მომინდა დასველი რა. ო, კარგია ეგ დამოკიდებულება თუ დაბრუნდათ ეგ თუ იმას ქენით რა ქვია დანერგეთ. ო საქართველოს ქართლის ბევრი სადაც ვალდებულება გაქვს სულ გინდა არ გინდა ვალდებულება უნდა გქონდეს. კი კი. კაი მადლობ ჩემო კარგო. მაგრამ მე ვატყობ ჩვენ კიდე მოგვიწევს აქცენტის და საუბარი. მოდი იცი რა ვქნათ, ესე შეგიპირებთ რა.
არ ვიცი შენ ბრონკანთან რანაირად იმას თუ დაემთხვევით ერთმანეთს აქ რო იქნებით რომ იქნებ რაღაცნაირად ეს სტუმრობა აქ მოვახერხოთ რა. ალბათ თუ მოვახერხე სექტემბერში დავრუნდები ალბათ და იქნებ ერთად რაღაცნაირად თუ არ მოვახერხე მაშინ შეგვიძლია ასე ვიდეო ნუ ეგ ვიდეო გასაგები უბრალოდ ცოცხალი ლაპარაკი ყოველთვის ჯობია. დიდი მადლობა მოწვევისთვის, საინტერესო გადაცემა იყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სულ თქვენ მაყურებელს და გისურვებთ რაც შეიძლება უფრო მეტი გამომწერი ყოლოდეთ. მადლობა ჩვენს გემშვიდობებით, გამოგვიწერეთ, მოგვყევით, გვიყურეთ. აქვე არის დონაციის ანგარიში, სადაც შეგვიძლიათ მცირეოდენი დონაცია გაიღოთ ჩვენი არხის განვითარებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.